გამარჯობა. დღეს გაჩვენებთ, რომ ჩვენი პლატფორმის გამოყენებისას თქვენ იღებთ არა მხოლოდ დიზაინის ინსტრუმენტს, არამედ სრულფასოვან CRM სისტემას და დიზაინერის პირად კაბინეტს. ეს ნიშნავს, რომ თქვენ არ კარგავთ კლიენტებს არ ერევით ამოცანებში და არ კარგავთ დროს ათობით პროგრამაზე. უკვე გესმით, რამდენად შეუძლია ამ ყველაფერს გაამარტივოს თქვენი მუშაობა? მოდით ვნახოთ, როგორ არის მოწყობილი პირადი კაბინეტი პლატფორმის შიგნით. ამ ვიდეოში გაჩვენებთ დიზაინერის პირად კაბინეტს ArtRocket-ში. დავიწყოთ პირადი კაბინეტის მთავარი გვერდიდან. აქ დიზაინერი მაშინვე ხედავს თავის სამუშაოს ძირითად ინფორმაციას, აქტიურ პროექტებს, მიმდინარე ამოცანებს, განაცხადებს და მნიშვნელოვან მაჩვენებლებს. ყველა ძირითადი ინფორმაცია ერთ ადგილას არის თავმოყრილი. შემდეგ გადავდივართ სექციაში Requests. აქ იკრიბება კლიენტებისგან მიღებული განაცხადები. დიზაინერს შეუძლია სწრაფად ნახოს, რა ახალი მიმართვებები შემოვიდა, ვინ დატოვა მოთხოვნა და რომელ პროექტზეა სამუშაო. შემდეგი მნიშვნელოვანი სექცია Licenses. აქ ნაჩვენებია აქტიური ლიცენზიები და ცდომები პლატფორმის შიგნით. ეს დიზაინერს აძლევს ნათელ წარმოდგენას თავის თარიფზე და სისტემის შესაძლებლობებზე. ახლა გადავიდეთ სექციაში Projects. სწორედ აქ მართავს დიზაინერი თავის პროექტებს. ყველა პროექტი ერთ ადგილასაა თავმოყრილი. აქ დიზაინერს შეუძლია ნახოს თავისი ამოცანები, აკონტროლოს რა უკვე შესრულდა და რა პროცესშია და რა საჭიროებს პირველ რიგში ყურადღებას. ეს სამუშაოს უფრო ორგანიზებულს ხდის და ეხმარება, რომ მნიშვნელოვანი ეტაპები არ გამორჩეს. ფაქტობრივად ეს უკვე აღარ არის მხოლოდ დიზაინის პლატფორმა, არამედ ინსტრუმენტია, რომელიც ყოველდღიური სამუშაოს მართვაში გეხმარება. ახლა გადავიდეთ სექციაში Tasks. სწორედ აქ მართავს დიზაინერი თავის პროექტებს. ყველა პროექტი ერთ ადგილასაა თავმოყრილი და თითოეულზე შეგიძლიათ ნახოთ მიმდინარე სტატუსი, სამუშაოს ეტაპი და საერთო სტრუქტურა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა პროექტების რაოდენობა იზრდება, რადგან პირადი კაბინეტი გეხმარებათ წასრიგი შენარჩუნებაში და სისტემურად მუშაობაში, არადა ქაოტურად. განსაკუთრებით უნდა მიაქციოთ ყურადღება სექციას Client Brief. აქ ინახება მთელი ინფორმაცია, რომელსაც დიზაინერი იღებს კლიენტისგან: სურვილები, ზომები, პრეფერენციები, პროექტის დეტალები და სხვა საწყისი მონაცემები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მთელი საწყისი ინფორმაცია ერთ ადგილასაა თავმოყრილი და დიზაინერს აღარ უწევს მისი ძებნა მიმოწერებში, ჩანაწერებში ან შეტყობინებებში. ამით მცირდება შეცდომების რისკი და პროექტზე მუშაობა თითოეულ ეტაპზე უფრო მარტივი ხდება. შემდეგი სექცია Messages არის ჩაშენებული შეტყობინებების სისტემა კაბინეტში. ის საშუალებას გაძლევთ პროექტზე პირდაპირ პლატფორმაში იურთიერთოთ, ისე რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ დაიკარგოს სხვა მესენჯერებში. დიზაინერისთვის ეს დიდი პლუსია, რადგან მთელი კომუნიკაცია რჩება სამუშაო სივრცეში და ყოველთვის ხელმისაწვდომია საჭირო მომენტში. შემდეგი სექცია Disputes. ეს ბლოკი საჭიროა სადაო და ორგანიზაციული საკითხების მოსაგვარებლად, თუ ისინი წარმოიშობა მუშაობის პროცესში. ასეთი სექცია მთლიან სისტემას უფრო გამჭვირვალეს და პროფესიონალურს ხდის, რადგან ის ეხმარება მნიშვნელოვანი სამუშაო საკითხების დაფიქსირებაში პლატფორმის შიგნით. გადავდივართ სექციაში Finance. აქ დიზაინერს შეუძლია აკონტროლოს თავისი სამუშაოს ფინანსური მხარე, ნახოს საჭირო ინფორმაცია პროექტებზე და უკეთ გაიგოს საკუთარი ეფექტურობა. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც სურს არა მხოლოდ ლამაზი პროექტების გაკეთება, არამედ უფრო სისტემური და მომგებიანი მუშაობის აწყობა. და ბოლო სექცია Profile. აქ დიზაინერს შეუძლია მოაწყოს თავისი პროფილი, დაამატოს ინფორმაცია საკუთარ თავზე, გამოცდილებაზე, სპეციალიზაციასა და სამუშაო მიმართულებებზე. დიზაინერს შეუძლია მიიღოს განაცხადები, მართოს კლიენტები, მართოს პროექტები, აკონტროლოს ამოცანები, შეინახოს ბრიფები, იურთიერთოს სისტემის შიგნით და ერთ სივრცეში აკონტროლოს სამუშაო პროცესები. ანუ ArtRocket დიზაინერს აძლევს არა მხოლოდ პროექტის შექმნის ინსტრუმენტს, არამედ მზა ეკოსისტემას უფრო მოსახერხებელი, სწრაფი და პროფესიონალური მუშაობისთვის. მადლობთ ყურებისთვის. შემდეგ ვიდეოებში უფრო დეტალურად განვიხილავთ ArtRocket-ის პლატფორმის სხვა შესაძლებლობებსაც.